დიდ ქართველ მამულიშვილს და მეცნიერს, მართლაც ქართული მეცნიერების გამორჩეულ კორიფეს, ას გარდაცვლის ბატონ რამაზ პატარიძეს. ბატონ რამაზ პატარიძეს, რომელიც თვით სიცოცხლეშივე უკვე ლეგენდად იყო ქცეული, მე მახსოვს ჩემი თაობის ახალგაზრდობა, როგორც სტუდენტები, ასევე ასპირანტები და მერეც უკვე ახალგაზრდა ლექტორები, როგორი მოწიწებით ხვდებოდით ბატონ რამაზს, როცა იგი საოცარ ლექციებს კითხულობდა იმ კომუნისტურ ეპოქაში, ქართულ ასომთავროსთან დაკავშირებით, საერთოდ ქართულ დამწერლობასთან დაკავშირებით, როდესაც ხმამაღლა ვერ იყოდი ზოგჯერ საქართველოზე კარგს და მის ისტორიაზე, მე ვიტყოდი ქურუმული, აი როგორც ქურუმი, როგორც ბერმონაზონი, ისე შრომობდა ქართული სულიერების, ქართული დამწერლობის და საერთოდ ქართული ფენომენის გადასარჩენად და დღევანდლამდე მოსატანად. მან ფუნდამენტალური კვალი დატოვა ქართულ მეცნიერებაში. არიან ადამიანები, რომელთა მეცნიერები, რომელთა კვალი, რომელთა ღვაწლი დაუფასებელია, როგორც ვთქვათ, დიდი ივანე ჯავახიშვილი, რომელიც ასევე უპატიოდ წავიდა, მე ვიტყოდი, ახლა ყველამ ვიცით მისი დიდი ფასი. პავლე ინგოროყვა, ბატონი პავლე ინგოროყვა, რომელსაც არ ქონდა რეგალიები და დისერტაციები და სადოქტოროები დაცული და დოქტორანტურები დამთავრებული. აი ბატონი რამაზ პატარიძე იყო ის დიდი მეცნიერი, რომლის დისერტაციამაც თავის დროზე უდიდესი რეზონანსი გამოიწვია იმ დროინდელ საქართველოში და რომლის სახელი დღესაც მოწიწებით და საფიცრად აქვს ჭეშმარიტ ქართულ მამულიშვილებს. დიახ, დღევანდელი ჩემი გადაცემა სწორედ იქნება დანთებული კელაპტარი ბატონი რამაზ პატარიძის ხსოვნის უკდავსაყოფად. ხოლო ჩემი სტუმრები არიან, ჩემი ძვირფასი სტუმრები არიან, მისი ვაჟი ბატონი ბადრი პატარიძე, მოგესალმები ბადრი და ჩვენი ცნობილი ეკონომიკის დოქტორი, საზოგადო მოღვაწე, არაერთი მნიშვნელოვანი საქმის წამომწყები და გამომცემელი, აი მე ხელთ მიპყრია პავლე ინგოროყვას მეორე ტომი, რომლის გამომცემელია ბატონი დავით გალეგაშვილი. მოგესალმებით ბატონო დავით. გამარჯობა ბატონო ვაჟა. მე ახლა დავდუმდები და სიტყვის ალავერts გადმოვალ თქვენთან ბატონო დავით. დღევანდელი ჩვენი გადაცემა, როგორც აღნიშნეთ, ეძღვნება ბატონი რამაზ პატარიძის ხსოვნას, მის ღვაწლს, მის შემოქმედებას, მის მეცნიერულ კვლევებს, იმ ღირებულებებს, რომელიც ამ ბუმბერაზმა მეცნიერმა დატოვა ქართველი ერისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც სწორედ ამნაირ ადამიანებს ედგა, როგორიც იყო ბატონი რამაზ პატარიძე და რა სიტყოდით, როგორ გაიხსენებდით, იმიტომ რომ და კიდევ მინდა ასევე დავაანონსო, რომ ჩვენ დაახლოებით ალბათ 15 წუთში ჩაგვერთვება ქალბატონი მანანა აბაშიძე, ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, რომელმაც აი ბოლო პერიოდში დიდი ამაგი დასდო ბატონი რამაზ პატარიძის წიგნის გამოცემის საქმეს. გთხოვთ ბატონო დავით. გამარჯობა ბატონო ვაჟა, ბატონო ბადრე. მივესალმები მაყურებლებს, მსმენელებს. მე მინდა ძალიან მოკლედ ვაცნობო ჩვენს ძვირფას ქართველ მაყურებელს ის რომ ისაც მათ იციან, მაგრამ მაინც მინდა რომ ხაზი გაუსვა. ბატონი რამაზ პატარიძის აღმოჩენა, ეს არის შეუდარებელი აღმოჩენა. ამ მასშტაბის აღმოჩენა ცივილიზაციის ისტორიაში შეიძლება მხოლოდ რამოდენიმე იყოს. რა აღმოჩენაა ეს? მან საოცრად მიაგნო ქართული ასომთავრული ანბანის ნამდვილ შინაარს. ჩვენ ყველას გვიხარია რომ სოფლიოში არსებობს 14 ანბანი, მათ შორის ერთ-ერთი ქართული ანბანია. ის რომ ჩვენ გვაქვს 3 დამწერლობა და ეს არც ერთ-ერთს არ გააჩნია, მაგრამ დასასახლა მე ვიტყვი, ეს შეუდარებელი რამაა ქართული ასომთავრული შემთხვევაში. ვერც დარჩენილი 13 სოფლიო ანბანი, ვერც ჩვენი კიდევ 2 ანბანი, დღევანდელი მხედრული და ნუსხახუცური ვერ შეედრება იმ მონუმენტურ ქმნილებას, რასაც ქვია ქართული ასომთავრული. რა აღმოაჩინა ბატონმა რამაზმა? ჩვენი 35 ნიშნიანი ანბანი. ეს არის აბსოლუტურად უნიკალური ადამიანის ინტელექტის მწვერვალი, რომელიც თავის თავში მოიცავს შემოუსაზღვრავ ინფორმაციას. რა არის ეს?
თითოეული ასონიშანის გრაფიკა ანბანის მწკრივში მისი ადგილმდებარეობა, ანუ რიგის ნომერი, მისი რიცხვითი მნიშვნელობა, მისი სახელდება, მაგალითად ან, ბან, ან რაე, ან წილ, ეს ყველაფერი არის შინაარსის მატარებელი. რას შინაარს შეიცავს? მსოფლიოს ორი პირველი ცივილიზაცია, შუმერული და ეგვიპტური ცივილიზაცია და მათი ღმერთების პანთეონები სწორედ ამ ანბანის სახელდებაშია მოთავსებული. როგორიცაა მაგალითად ეგვიპტის მზის ღმერთი რაე, ეს ჩვენი მე-19 ასონიშანია რაე, როგორც არის შუმერების ღმერთის ტრიადის უპირველესი ღმერთი ან, cis და სივრცის ღმერთი, ეს ჩვენი პირველი ასონიშანია ან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგალითად ის რომ ჩვენთან მზის ნიშანს on და იგივე მზის მწვერვალზე მყოფ don's მრგვალი შემოხაზულობა აქვს და ის მზეს ნიშნავს. ასეთივე სახელწოდების ქალაქი ეგვიპტეში იყო დედაქალაქი, მასაც ონი ერქვა და იქ მდებარეობდა იმდროინდელი, რამოდენიმე 1000 წლის წინანდელი ცივილიზაციის მზის ერთადერთი საკულტო ცენტრი. ანალოგიური მდგომარეობა იყო თვარის კულტის ცენტრი უკვე მესოპოტამიაში, შუმერებში მდებარეობდა და სწორედ ამიტომაც მესოპოტამიის ქვეყნებს ჰქონდათ თვარის კალენდარი, ხოლო ეგვიპტეს და ის მეზობელ ქვეყნებს მზის კალენდარი, მაგრამ მათი კალენდარი არ იყო აბსოლუტურად ზუსტი. მხოლოდ მე-19 საუკუნეში გერმანელმა ასტრონომმა მედლერმა მიაკვლია იმას, რომ რამდენ წამს შეადგენდა დედამიწის გარე შემოვლა მზის გარშემო, ანუ რამდენ წამს ანდომებდა ერთ წელიწადს დედამიწა, რომ შემოვლო მზისათვის. მანამდე ყველაზე ზუსტი გაანგარიშება ჰქონდათ მაიას ტომებს, 19 წამიანი განსხვავება იყო და ომარ ხაიამს 17 წამიანი განსხვავება თუ იყო. ქართულ აზომთავრულში აღმოჩნდა, რომ ჩვენი მზის კალენდარი 128 წლიანი ციკლი, რომელიც არავის არ ჰქონდა, ეს არის უზუსტესი კალენდარი. წამზე ნაკლები განსხვავება კალენდარსა და ასტრონომიულ მაჩვენებელს შორის. თვარის კალენდარი უზუსტესია ასევე. აქ ყველაფერი გამოიყენება, მისი გრაფიკა, მისი სახელდება. მოკლედ, რო არ გამიგრძელდეს სიტყვა, მე მინდა ვთქვა, როგორც ამას ბატონი რამაზი ამბობდა, ქართული ასომთავრული ეს არის მონუმენტი ცივილიზაციის, ინტელექტის, მათემატიკის, ასტრონომიის, საღმრთო ტერმინოლოგიის და ბევრი სხვა ინფორმაციის, რომელმაც თავის თავში ჩაიტია ის, რაც ჯერ არც ერთ ადამიანის შექმნილს არ ჩაუტევია. ეს ძალიან მოკლედ ბატონო ვაჟა, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი გვაქვს ალაპარაკო. ახლა ყავს ძალიან ძვირფასი სტუმარი ბატონი რამაზის ვაჟი ბადრი პატარიძე და მე მინდა ბატონ ბადრის ვთხოვო რომ მოგვიყვეს როგორ შრომობდა, როგორ დაიწყო, როგორ მიაკვლია პირველი აღმოჩენა როდის გააკეთა და რატომ არის რომ ჩვენ ამაზე დღეს ვლაპარაკობთ და არც საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, არც სხვა მეცნიერები, არც უცხოეთი ამას ვერ იგებს. და არც სხვა ტელევიზიები, და აი ისტორია რომ მოგვიყვეთ. 1000 უნიჭოს, 1000-ნაირ პრემიებს, 1000-ნაირ რეგალიებს, 1000-ნაირ გადაცემებს და იმას უწყობენ და აი თითქოს ეს დიდი ბუმბერაზი ქურუმი მართლაც აი ქართული დამწერლობის აღმოჩენის და აი ამ ძვირფასი კვლევების ქურუმი თითქოს მივიწყებულია და აი გულსატკენია, იცი? სწორედ ასეთ დიდ ქართველებზე დგა დღევანდელი საქართველო. აი ასეთ დიდ ქართველებზე და არა რაღაცა შოუმენებზე და ტაკემოსხარებზე, რასაც დღეს უყურებთ. გთხოვთ, ბატონო ბადრი, თქვენზე უკეთესად ვინ გაიხსენებს? მადლობთ, მოგესალმებით ბატონებო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, ჩვენს პატივცემულ ტელემაყურებელს. 45-50 წელი მამასთან ურთიერთობის. ეს იყო ჩვენი საუბრები. მე ამ ურთიერთობას ამ წლებს შემიძლია დავარქვა საუბრები რამაზ პატარიძესთან. ყოველდღიური თუ არა, ყოველკვირეული, ან კვირაში ორჯერ. ყველა საკითხი, ყველა მისი აღმოჩენა, მისი მეცნიერული გზა ჩემს თვალწინ გავიდა და გაიარა. ყველა საკითხზე ვსაუბრობდით ჩვენ. აი პირველი შთაბეჭდილება ჩემი ეს ალბათ 10-11 წლისა ვიყავი, როცა ერთხელ მოვიდა და მოყვა ასეთ ამბავს, რომ მისი ნაშრომი დაპატიმრდა. დააპატიმრეს მისი ნაშრომი და მე მინდა ეს მოუყვე მოკლედ თუ შევძლებ რა მოხდა. მე მომიყვა რამაზმა რა მოხდა. ეს იყო სამეცნიერო პირველი ნაშრომი ნარკვევი გამოკვლევა მან მიუძღვნა სომხურ დამწერლობას.
ერკათაგირის გრაფიკული საფუძვლები. წიგნშიც არის ეს ქართულ ასომთავრულში შეუძლიათ ნახოთ დაინტერესებულ მსმენელს და აი თანაც მაშინ საბჭოთა კავშირში იყო ასეთი წესი თემა მეცნიერ მუშაკს თუ არ იყო წლის გეგმაში ინსტიტუტის უფლება არ ქონდა დაემუშავებინა ანუ უნდა შეეთანხმებინა რა თემაზე მუშაობდა და წლის ბოლოს ჩაებარებინა რამაზმა ეს თემა რამდენადაც დამტკიცებული უნდა ყოფილიყო რამაზმა ეს თემა საკუთარი ინიციატივით შეუთანხმებლად მოამზადა და აი შემოიარა გამომცემლობები არსა და არავინ არა დაუბეჭდა და ბოლოს მისულა საბჭოთა ხელოვნებაში გამოდიოდა ასეთი ჟურნალი ოთარ ეგაძე იყო ცნობილი ჟურნალისტი მისი რედაქტორი ოთარ ეგაძე ისნობდა ბაბუას ჩემსას მიქელ პატარიძეს ისნობდა რამაზ პატარიძეს და გარისკა მოკლედ დაუბეჭდოდო თან ღირებული იყო ნახა ხო თან ნახა ეთქობა ღირებული იყო თვითონაც შეხედა თემას ოთარ ეგაძე უკანაწილებული კაცი იყო ცნობილია და აი რა მოხდა გაიგო ეს ამბავი მეცნიერებათა აკადემიამ ატყდა თურმე ერთი ამბავი რედაქციაში შევიდა ცენზორი მაშინ ცენზურა მოქმედებდა სახლებთან იჯდა მაშინ და უკვე დასაბეჭდად ქსელში გასაშვებად გამზადებული ჟურნალი დაპატიმრდა განადგურდა და შემდეგ უფრო მოგვიანებით ეს ჟურნალი ქსელში გავრცელდა უკვე რამაზ პატარიძის მასალიდან უკვე თავისუფალ გარეშე მაგრამ ოთარ ეგაძემ გააკეთა ერთი კარგი საქმე ამოიღო 100 ეგზემპლიარი ჟურნალიდან რამაზ პატარიძის კვლევის გადასცა რამაზ და რამაზმა შემდეგ მეგობრების საშუალებით ასე გავრცელდა თბილისში ეს კვლევა და გახდა ცნობილი მაგრამ არ დასრულდა ამით ეს ამბავი მოკლედ სამმა ცნობილმა აკადემიკოსმა მეცნიერებათა აკადემიის ჩვენი კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში იჩივლეს შეიტანეს საჩივარი მაშინ იდეოლოგიის ძარში ცეკას კომპარტიის ცეკას მდივანი გახდათ დევის ტურუა ცნობილი პიროვნება იყო იმ დროის საკმაოდ ცნობილი და დევის ტურუას კაბინეტში მოხდა განხილვა ამ საკითხის რამაზი მიყვებოდა შევედიო კარები რომ გავაღეო მარჯვნივ ისხდნენო ეს ჩვენი ცნობილი აკადემიკოსები მე მარცხნივ ბოლოს კამზეო ჩამოვჯექიო ეხლა წარმოვიდგინე როგორ მოიბუზებოდა სუსტი რამაზ პატარიძე და ნუ რა თქმა უნდა აკადემიკოსებმა განადგურეს მისი შრომა როგორც არა მეცნიერული კვლევა და ბოლო შტრიხი იყო თქვენს თურმე ასეთი რამ რომ ხალხთა შორის შუღლის ჩამოგდების მცდელობას აქვს ადგილი ამ კომუნისტური დროს ეს იყო ფაქტიურად იმ დროს ეს ისეთი ბრალდება იყო კი ბატონო კარგად ვიცით ეხლა ჩვენმა თაობამ კარგად ვიცით ეს რომ ეს იმ დროს დაჟჯადი იყო და საკმაოდ სერიოზული ну რამაზი მიყვებოდა რომ მე არც კი მახსოვსო რა ვილაპარაკეო თქვიო რომ მეო მეცნიერი კვლევა გავაკეთეო და არავითარ ხალხთა შორის შუღლის ჩამოგდებაზე არც მიფიქრიაო და ბოლოს დევის ტურუამ აიღო სიტყვა და დაიცვა რამაზი აი მე ეს მინდა თქვა ხაზგასმით რომ დევის ტურუას უთქვავს ასეთი რამე აცო მეცნიერული კვლევაო რამაზ პატარიძეს აქვსო ასეთი მოსაზრება ნებაიბოძონ თუ სურვილი აქვს სომეხმა მეცნიერებმა წარმოგვიდგინონ მათი თვალსაზრისიო შეუძლიათ გააკრიტიკონ რამაზ პატარიძეო ყოველ შემთხვევაში მე აქ ვერავითარ ხალხთა შორის შუღლის ვერ ვხედავო ასე დასრულდა ეს ამბავიო და რა იცოდნენ ახლა რამაც მეუბნებოდა რა იცოდნენ ამ ჩვენმა აკადემიკოსებმაო რომ დევის ტურუას ძმა მელორს ტურუა ეს ცნობილი ჟურნალისტი იმ დროის კლასელები ვიყავითო ჩვენო და მჩენი სიყმაწვილეო ბავშვობა მაცახში მაგ გატარებულიო და ეს პატარა დევიო სულ გვისმენდაო როცა საქართველოს ბედიღბაზე საუბრობდითო აი მოკლედ დევის ტურუამ მისი ძმის კლასელს მეგობარს ასეთი დაცვა
საოცარი კურიოზული მომენტი მოყვა ახლა ეს ფართო საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი და ბუნებრივია ახლა როგორც თქვენ ექსკლუზივი გავიდა ეთერში. ციგნი როგორ დაიბეჭდა თვითონ ციგნი 1980 წელს? შემდეგ რა თქმა უნდა რამაზ პატარიძე უკვე შეუდგა მანამდეც და მთელი 70-იანი წლები მუშაობდა ქართულ ასომთავრულზე. იმიტომ მე მახსოვს რომ ჟურნალ მნათობშიც იბეჭდებოდა. აი ეს მინდა ახლა ესეც მოკლედ მინდა მოვყვე. მოკლედ არც ქართული ასომთავრულის წიგნად გამოცემას ბედი არ ეწერა. ეს ალბათ არ გამოიცემოდა. რომ არა ორი პიროვნება, პირველ რიგში ბატონი არჩილ სულაკაური და მე მინდა გავიხსენო უძირფასესი არაჩვეულებრივი ადამიანი ბატონი ოტია პაჭკორია. ვისაც ახსოვს ბატონი ოტია. მე ხლა ცოტა შევიჭრებ, იმიტომ რომ ეს ის პერიოდია, როცა მე ლექსების ბეჭდა უკვე 1977 წლიდან ცისკარში. იმ დროს რედაქტორი იყო ჯერ გურამ ფანჯიკიძე და ოტია პაჭკორია იყო მოადგილე. მერე ოტია პაჭკორია, როცა არჩილ სულაკაური დანიშნეს ჟურნალ მნათობის მთავარ რედაქტორად ბატონი არჩილი, ოტიაც აქეთ გადმოვიდა. მეგობრები იყვნენ, ერთი დიდი სამეგობრო იყო და აი ბედნიერი წლები იყო, იმიტომ რომ შეცვალეს გიორგი ნატროშვილი და აი მე ფაქტიურად ბატონი რამაზ პატარიძე აი მნათობის რედაქციაში გამაცნო ბატონმა ოტია პაჭკორიამ. აი მე შეიძლება ვთქვა რომ ოტიას გაზრდილი ვარ, იმიტომ რომ მე მიდგავდა ხოლმე პატარა კიბეს ბიბლიოთეკას დმეტყოდაშვილო, ეხლა ეს წაიკითხე და როგორც საოცარი პიროვნებები იყვნენ ბატონი არჩილიც და ბატონი ოტიაც ერთმანეთში ამბობ. მეგობრები იყვნენ ერთი თაობის თითქმის თანატოლნი რამაზ პატარიძე, არჩილ სულაკაური, ოტია პაჭკორია და ყოველდღე ჰქონდათ ურთიერთობა მეგობრული, ახლობლური. ოტიას ყველა პატივს სცემდა თანაც, ძალიან არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, ხო ვისაც ახსოვს. ჭაბუაც ოტია პაჭკორიამ გამოცნეს, ეს მეგობრები იყვნენ ერთი. როგორც ჩანს, აი ოტია პაჭკორიამს და არჩილ სულაკაურს გაუჩნდათ გეგმა რა ეკნათ ასომთავრულის და იგივე წესი იყო ასეთი, რომ თუ რესპუბლიკურ პრესაში ან ჟურნალში არ იყო გამოქვეყნებული ლექსი, მოთხრობა, სამეცნიერო კვლევა, ისე წიგნად ვერ გამოიცემოდა. გამომცემლობა რაღაცნაირი აპრობაცია უნდა ქონოდა, მართალს ამბობს. ამ დროს ამ პერიოდში არჩილ სულაკაური არის გამომცემლობა ნაკადულის დირექტორი. ეს გამომცემლობა არის საბავშვო ლიტერატურის გამომცემლობა და არავითარი უფლება არ აქვს რაიმე სამეცნიერო ნაშრომი გამოცეს. მაგრამ ოტია პაჭკორია მგონია ამ გეგმის მთავარი მამოძრავებელი, იმიტომ რომ არჩილთანაც და რამაზთანაც ოტიას ჰქონდა ურთიერთობა. აი მოიფიქრეს, დაიწყო მნათობში ქართული ასომთავრულის ბეჭდა. ნომრიდან ნომერში. და თანაც ოტია პაჭკორია გვირეკავდა, მამაჩემს ურეკავდა ხოლმე ყოველ აბა მზადა გაქვს შემდეგი ნომრის, აბა მზადა გაქვს შემდეგი. ნაწილი ცისკარშიც დაბეჭდეს. ნაწილი ცისკარში არა, განთიაჩში დაიბეჭდა ქართული წელთაღრიცხვა, განთიაჩში. გურამ ფანჯიკიძე იყო, ქუთაისის ხო? ქუთაისში. კი, იმიტომ რომ რედაქტორი იყო გურამ ფანჯიკიძე. აი ასე დავეძებდით ამ იმას, ახლა მე მახსენდება მთელი ჩემი სიჭაბუკე გადამეშალა რა. ხო. დამთავრდა თუ არა მნათობში ერთმანეთში ამბობს რა ხალხის გვერდზე. ქართული ასომთავრულის ბეჭდა ერთხელაც არჩილ სულაკაურს დაურეკია რამაზისთვის, რომ სასწრაფოდ გამზადე წიგნად, გამოსაცემად და წარმომიდგინეო. გაკვირვებული იყო რამაზი. გაკვირვებული იყო. მე მახსოვს ეს მნათობს უჭრიდით რამაზი წერდა. და ესე დამოჭრილი ისენი, ის კი არ იყო რომ აგეწყოდა და აგეკაბადონებინა. წიგნს საბეჭდელი უნდა მიგეკრა უცლებზე და მაკეტი გაგეკეთებინა. წლის ბოლო იყო თანაც. 80 გეგმაში იყო ჩასმული, ესე იგი 80 წელს, 1980 წელს ეს წიგნი უნდა გამოეცა გამომცემლობას და
აი სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი ასე ამ დაწებებებში და თან წერდა რაღაცა რამაზის. ნუ რედაქტურას უკეთებდა უკვე სხვა სტილით. და თვითონ ციკლსაც ახლა აი ბატონო დავით თქვენ ახლა ზეპირად იცით ფაქტიურად ის ციგნი. ზოგჯერ ეტყობა ეს ნაჩქარები. რაღაცები იქ მეორდება. სხვა შემთხვევაში ცოტა მეტი დრო ქონოდა რამას. ამასაც გაასწორებ. მე მაგ ბატონი რამაზს ავტოგრაფით ეს ციგნი. ნუ აი ასე მოხდა 80 წელს მოკლედ გადაეცა დასაბეჭდად 81 წელში გავრცელდა უცებ გაიყიდა აბსოლუტურად და 81 წლის შემოდგომა მამა მითხრა რომ გამყევიო თელავში მძღოლობას მასწავლიდა და ახლა უნდა გამოგცადო მოკლედ მძღოლად გავყევი უკანა სავარძელზე მოთავსდნენ ბატონი არჩილი და ბატონი ოტია წავედით მამი და ცხოვრობდა ჩემი თელავში და სტუმრად მოკლედ იქ ჩავედით ჯერ ასეთ პიროვნებებთან ურთიერთობა უსმენ მათ საუბარს და საოცარი იყო თან შემოდგომა მახსოვს იმიტომ რომ პირველად გადავიარე გომბორი ეს ულამაზესი ფერები გომბორის შემოდგომის ну იქიდან მე ნაბახუსებები წამოიყვანე და აი აქედან მახსოვს ასეთი საუბარი ოტია იყო ყოველთვის საუბრის წარმართველი საოცარი საუბარი ჰქონდა თანაც ჭიბის საათი ამაყი გულახდილი ისეთი საუბარი ჰქონდა ოტიას გასაოცარი და აქებდა ხან ბატონ არჩილს ეს რა ციგნი გამოეც მე ქართულ ასომთავრულს თავარი განხილვის თემა ქართული ასომთავრული იყო რამას აქებდა ერთ მომენტში რამაზმა არჩილს კითხა რომ კაცო ახლა რამეო არ ჩემს გამო ამ ციგნის გამო შენო რამეო სამსახური არ დაკარგოო კაცო შენი ასომთავრული ხომ გამოვეცი და აწი თუნდაც მოხსნანო აი ეს მახსოვს არაჩვეულებრივი იყო მოკლედ ამ ადგარეში მოხსნეს 81 წლის ბოლოს არ ვიცი დეკემბერში თუ 82-ის იანვარში არჩილი მოხსნეს მიზეზი ასომთავრული ასე ხო ვერ ჩაწერდნენ მაგრამ არამიზნობრივი ლიტერატურის გამოცემა აი მიზეზი იგი ხო ზუსტად არამიზნობრივი და მე როგორც ვიცი თვითონ ბატონ რამას მოუყოლია ჩემთვის რომ ეს ნაკადული როგორც საბავშვო გამომცემლობა არ ექვემდებარებოდა ცენზურას ისეც როგორც კი ეს მე გამორჩა კი გააპარა აი ესე გაიპარა ასომთავრული საბავშვო გამომცემლობა კი ასე გააპარა ბატონ მარჩილა და ბატონო ბადრი ეს გამოცემის ძალიან საინტერესო პასაჟი მოგვიყევით ახლა ეს მგზავრობა და დიდი ქართველების საუბარი გარდა ამისა მე როგორც ვიცი ძალიან დიდი ყურადღება ჰქონდა რამას მოსკოვიდანაც ანუ ძალიან აკვირდებოდნენ მის ნებისმიერ მოძრაობას რაიმე ახალსხვარი მიაკვლია ან თუნდაც მანამდე რა ბედი ეწია მის შრომებს შემთხვევაში მოსკოვიდან და ასე ვთქვათ ცენტრიდან მაშინდელი ცენტრიდან კი ბატონო ну აი ასეთ თემას გავიხსენებ ახლა ამასთან დაკავშირებით რამაზ პატარიძემ სადოქტორო დისერტაცია არ დაიცვა აკითხებოდნენ რატო არ დაიცავით სადოქტორო მოკლედ კანდიდატი იყო მეცნიერებათა კანდიდატი იყო სიცოცხლის ბოლომდე დღევანდელი ციგნი გამოცემული ასომთავრული რამაზ პატარიძე ცნობილი მეცნიერია პირდაპირ წარედგინა ციგნი მიცემდნენ ეგრევე ახლა ბატონო ვაჟა თქვენ იცით ისევ საბჭოთა კავშირი გავიხსენოთ როგორი სისტემა იყო ცენტრალიზებული სადოქტორო ყველა დისერტაცია მოსკოვში უნდა დამტკიცებულიყო ვაკში მე ვკითხე მეც ახლა შვილი ვარ და მამაჩემი დოქტორი არ არის კაცო პროფესორი არ არის კანდიდატი სადღაც ლექციებზე ვკითხე მამა რატო არ იცავ მეთქი ცოტა აღელდა იციო მე მოგიყვებიო მაშინ რა შეასაქმეო და მომიყვა ასეთ რამეს ამ საკითხო წვეცო იგორ დიაკონოვი იყო ასეთი ცნობილი აღმოსავლეთ ცოდნე შუმეროლოგი, ეგვიპტოლოგი, არმენოლოგი მოკლედ საბჭოთა კავშირში ენათმეცნიერების ძველი დამწერლობების საკითხს ეს კაცი განაგებსო მეო ჩავედიო ლენინგრადში ვიყავიო
მოვამზადეო რუსულ ენაზე მოკლე ანოტაცია, წარვადგინეო, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი იყო მაშინ ლენინგრადში, ახლა პეტერბურგი, სანქტ-პეტერბურგი. რამდენიმე დღის შემდეგ მიმიღო და არც კი მაცადა რაიმეს თქვაო, მითხრაო, რომ ჩვენი აზრითო ქართული ანბანი, ქართული დამწერლობა შექმნილიაო მესროპ მაშტოცის მიერ. Αλλά Deutsche Leute, ვის свободны მითხრაო, თავისუფალი ბრძანდებით. ეს ნიშნავდა უარს, იმიტომ რომ დიაკონოვი უნდა ყოფილიყო ოპონენტი და მას უნდა პოზიცია ესე იგი ქართული ასომთავრული წარადგინა. თბილისში რომ ჩამოვედიო, აქ მითხრესო რომ რახან უარიაო, მაშინო ჭვირნიშნები შემოიტანეო, საკანდიდატო ჭვირნიშნებზე ქონდა დაცული რამას. და გავაფართოვეთ ემო და მე ამას არ ვიზაო, აი ასეთი კატეგორიული უარი თქვა. და ახლა მაცნობებენ რომ